ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი რა შეიძლება გახდეს ადამიანში. ეს არის უფრო ადამიანის პიროვნული არჩევანი, თუ ეს არის დაავადება. დღესდღეობით არის წინასთან შედარებით შეიძლება ითქვას ხელმისაწვდომობა გასტილი. იძულებით პროცესში არაფერი არ კეთდება. ჯერ უნდა თვითონ ჩამოყალიბდეს ადამიანი, რომ მიხვდეს რომ მას სჭირდება ამის გაკეთება. რთულია როცა ხედავ შენს წინ ადამიანს, რომელიც საც კარგავ. შეიძლება ადამიანი მუდმივად იმუშაოს საკუთარ თავზე, მაგრამ რისკი რეციდივის მაღალი. მოგესალმებით ქართული რესპუბლიკის YouTube მაყურებელს. ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე იწყებს მუშაობას ნარკომანიის საკითხთან დაკავშირებით და ამ პრობლემასთან შემხებლობაში მყოფი სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები გვეყოლება სტუმრად. ამ მიმართულებით დღეს ჩვენი სტუმარი არის ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია. მადლობა გიორგი პირველ რიგში მოგზაურობისთვის და ვისაუბრებთ ამ თემებზე. მოდით პირდაპირ პირველ კითხვაზე გადავალ და პირველ კითხვა იქნება შემდეგი: რა არის ნარკოდამოკიდებულება ზოგადად ფსიქოლოგიის თვალსაზრისით? ეს არის უფრო ადამიანის პიროვნული არჩევანი, თუ ეს არის დაავადება? ჩემი აზრით, მაგალითად, თავიდან პირველ ეტაპზე ეს ყველა შემთხვევაში პიროვნულ არჩევანად უნდა ჩავთვალოთ, თუმცა შემდგომ ეტაპზე ეს უკვე ალბათ დაავადებად გადაიზრდება. თქვენ უკეთ გეცოდინებათ ეს საკითხი და რომ განგვიმარტოთ. თვითონ ნარკოდამოკიდებულება როგორც ასეთი არ არის რაღაც თავდაპირველად ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ვთქვათ, რომ იყოს არჩევანი, თუმცა აქ ეს საკამათოც არის. იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაცა ფსიქიკური განმაპირობებელი პროცესი, რომელიც ადამიანს უბიძგებს გარკვეული ქმედების განხორციელებაში. ეს შეიძლება იყოს არაცნობიერი პროცესები, რომელიც მაიძულებს ქმედება განახორციელო სოციალური გავლენიდან გამომდინარე, კონდეს სრული გაქცევის, იყოს რაღაცა გარკვეული გარემოება, რომელშიც მე ვიქნები ჩართული და ალტერნატიულ ვარიანტს ვერ პოულობ. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ვიდივარ დარჩენამდე. ანუ ვირჩევ იმას, რაც მაქვს. მაგრამ ეს არის პირველი ეტაპი. ანუ პირველი პერიოდი, სანამ მოხმარებას დავიწყებ, ან სანამ მომხმარებელი გავხდები. ხოლო როგორც კი მომხმარებელი გავხდები, აქ ერთგვარ პიროვნულ არჩევანზე აღარ დგას. აქ ძალიან ბევრი პროცესი არის. როცა ხდება ჩამოყალიბება დამოკიდებულების, არა მარტო ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ხდება, არამედ ესე ვთქვათ ფიზიოლოგიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ხდება. ამიტომ როცა ვლაპარაკობ ნარკოდამოკიდებულებაზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ არა როგორც კონკრეტულად ფიზიკური დამოკიდებულება, არა როგორც კონკრეტულად ფსიქიკური დამოკიდებულება, არამედ ერთგვარად ბიოფსიქოსოციალური მასშტაბით. რას გულისხმობს? ეს არის ბიოლოგიური, ფიზიკური დამოკიდებულება, ფსიქიკური დამოკიდებულება, სოციალური გარემო, სოციოეკონომიკური გარემო თუნდაც, რომელიც ერთგვარად ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს დამოკიდებულების როგორც განვითარებას, ისე ერთგვარ არჩევანის გაკეთებას ამ მიმართულებით წასვლის. როცა ვლაპარაკობთ ნარკოდამოკიდებულებაზე, ეს არ არის, რომ იმ ადამიანს არ აქვს რაღაცა ნებისყოფა, არ უნდა, ან არ შეუძლია რაღაცას გავსი, ვერ ინდომებს და უამრავი გავრცელებული აზრი რომ არის. თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანი რომ დეტოქსი როცა ხდება, ფიზიკური ესე ვთქვათ გაწმენდა როცა ხდება, როცა არ არის ნარკოტიკული საშუალება სხეულში და გამოსული აბსტინენციური მდგომარეობიდან, დამოკიდებულების განვითარება ხდება ემოციურ დონეზე, ფსიქიკურ პროცესებში. როცა ადამიანი კარგავს რაღაცის განცდას, რომ მას დანაკლისის გზნობა აქვს და უნდა რომ გაიქცეს. და მოხმარება ზუსტად ერთგვარი საშუალებაა, რომ ამ სიცარიელის, ამ შინაგანი დისკომფორტიდან გაქცევის, რომელიც საფუძვლები თავისთავად მოდის, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან. რა თქმა უნდა, გარკვეული გარემოებებიდან, რამაც ერთგვარად ჩამოაყალიბა გარკვეული სტრუქტურა პიროვნული და ვიღაცას შეუძლია გამკლავდეს გარეგან გამოწვევებს. ვიღაცას არ შეუძლია და ეძებს გარკვეულ გზებს რეალობიდან გაქცევის. წილობრივ უკვე უპასუხეთ შემდეგი კითხვა არ შემდგომარეობს, ეს არის უშუალოდ ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი რა შეიძლება გახდეს ადამიანში და ამ მიმართულებით მე მაინტერესებს შემდეგი რამ, რომ ხომ არ არის გამომწვევ ფაქტორებს შორის სხვაობა, მაგალითად
პერიოდებში შორის, მაგალითად 90-იანი წლების ნარკომოხმარება, რაც იყო გავრცელებული საქართველოში და მაგალითად დღეს რაც არის გავრცელებული. ზოგადად ნარკოტიკული მოხმარების გარემოების შეწყობა, ხელშეწყობა, ესე ვთქვათ, განვითარების ხელშეწყობა, თუ შეიძლება ამ სიტყვის გამოყენება ფართო მასშტაბით, ან გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესი, ეს არის არ არის კონკრეტული ერთი მიზეზი. და რა თქმა უნდა, ეპოქალურადაც შეიძლება ეს დავყოთ გარკვეულ წილად. 90-იანებს თუ ავიღებთ, სრული კოლაფსი იყო ქვეყანაში. და სრული კოლაფსი მოიცავდა რას მარტო სოციალ-ეკონომიკურ სიდუხჭირეს არა. აქ პროცესები იყო ძალიან მძიმე, მათ შორის იყო ტრავმატული გამოცდილება, ომი, გადარჩენისთვის ბრძოლა, ამის გარდა პლუს ამას კიდე გარკვეული რომანტიზაცია ნარკოტიკული საშუალების გამოყენების, იმიტომ რომ ეს იყო იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი, რომ უნდა მომხმარებელი როცა ხარ რაღაცას წარმოადგენდი ჭყალებში, რა თქმა უნდა. თუმცა ეს ყველაფერი იყო იმდენად მძიმე, რომ ერთადერთი გზა იყო ამ პერიოდში მოხმარების, ასე ვთქვათ, გამოყენების. დღესდღეობით, რა თქმა უნდა, არ არის ესეთი სიმძიმე, მაგრამ დღესდღეობით არის წინასთან შედარებით შეიძლება ითქვას, ხელმისაწვდომობა გაზრდილი. ანუ უფრო მარტივი გახდა. და უფრო საინტერესო ის არის, რომ თუ წინად გარკვეული ჯგუფი მოიხმარდა 90-იანებში ავიღოთ, ხო? გარკვეული ჯგუფი მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას და სელექციური იყო, ხო? კონკრეტულ ჯგუფს ეკუთვნოდა სოციალურ სტატუსიდან გამომდინარე კონკრეტული ჯგუფი ყველა არ იყო ამ პროცესში ჩართული. დღეს პრაქტიკულად რო შევხედოთ, დღეს აღარ არის ეს დაყოფა. ანუ დღეს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ როგორც მაგალითად მოიხმარდეს პირობითად ლაპარაკობ წარმატებული ადამიანიც, ისე მაგალითად სოციალურად მძიმე სიტუაციაში ყოფი ადამიანიც. დღესდღეობით ბევრად რატომ? იმიტომ რომ ხელშეწყობა არის მაღალი, ანუ გულისხმობ იმას, რომ ხელშეწყობა ძალიან მაღალი არის, მიუხედავად ბევრი მცდელობისა გარკვეული კანონმდებლობით თუ სხვა პროცესებით, მაინც მაღალი არის. მეორე ის, რომ არსებობს ძალიან ბევრი პროცესი, ერთგვარი შინაგანი სიცარიელის განცდა, გარკვეული ძიებები საკუთარი თავის, იქ სადაც ის არ არის, მოკლედ რო ვთქვათ. და პრაქტიკულად ხელი შეუწყო დღევანდელმა ცივილიზაციამ ყოველში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დღეს ჩვენთან ამ მდგომარეობის განვითარებას. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მოზარდებიდან დაწყებული დასრულებით დამთავრებული ნარკომომხმარებელი შეიძლება იყოს უფრო მეტი. შეიძლება. კვლევები მე ამ ბოლო პერიოდში არ ვიდახია, მაგრამ რისკი იმისა, რომ მაღალი იყოს კი, იმიტომ რომ მე მაქვს შეხება პაციენტებთან, რომელიც გადიან აბსტინენციას, ანუ დეტოქს ერთგვარად კლინიკებში და მათთან საუბრისას და მათთან მუშაობისას თვითონაც იაღნიშნავენ, რომ იმდენად ქაოტურია პროცესი და იმდენად დიდია ხელმისაწვდომობა, რომ საკუთარ თავთან ბრძოლაც კი უჭირთ, როდესაც ხდება გასუფთავება და თან რა არის იცით ყველაზე საინტერესო, როცა არსებობს მოხმარების დიდი ხანგრძლივობა, ინტერესების რაოდენობა მცირდება, სურვილის რაოდენობა მცირდება. ადამიანი კარგავს საკუთარი თავის აღქმას, საკუთარი პიროვნულ აღქმას, როგორ შეიძლება ითქვას, სიფხიზლეში, ანუ მან იცის ვინ არის მოხმარებაში, კარგი ცუდზე არა საუბარი, იცის როგორია, იცის რომ ყოველ შემთხვევაში ილუზორულად გონია რომ ეს მას ეხმარება პროცესების განვითარებაში, მაგრამ როგორც კი ფხიზლდება, ეწყება ესე ვთქვათ იდენტობის კრიზისი. შეიძლება ასე უხეშად რომ ვთქვათ. ეწყება ის პროცესი, ვინ ვარ მეს დასმა. თუ ეს რა თქმა უნდა ხანგრძლივ პერიოდზეა საუბარი მოხმარების, ხო? სიფხიზლე როცა არ არის ხანგრძლივი. და როგორც კი ამაზე ვამბობთ უარს, ანუ როგორც კი მომხმარებაზე ამბობენ უარს, ჩდება ერთგვარი დიდი სიცარიელე, რომელიც არის იმდენად მაღალი ფოთვის პროცესი, იმდენად მაღალია, რომ შინაგანად განცდა ნგრევის და ალტერნატიული წყარო რო არ არსებობს, რომ ეს მდგომარეობა შეივსოს, ეს სიცარიელე შეივსოს, ალტერნატიული ვარიანტი რომ არსებობს, ეს სიცარიელე რომ შეივსოს, პრობლემა არის ის, რომ რისკ ჯგუფი ხდება, კვლავ დაბრუნების. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ბევრი ვინც მუშაობს საკუთარ თავზე, გარკვეულ რეაბილიტაციის პროცესებს გადის, ხო, დეტოქსი არ არის რეაბილიტაცია, დეტოქსი არის საწყისი რეაბილიტაციის. და როდესაც იწყებს რეაბილიტაციის გავლას პაციენტები და ძალიან ბევრი ყოლია ასეთი, გარემო ფაქტორები ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
იმიტომ რომ ამ ადამიანის განსაკუთრებით მოხარების ადამიანის მისი არეალი ურთიერთობის ვიწრო წრე არის ერთგვარად და ძირითადად ხდება ტრიალი იმ გარემოში სადაც რისკ ფაქტორები მაღალი არის და როცა ადამიანი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ესე ვთქვათ, ხო? ერთხელ მაინც იყო დამოკიდებული კონკრეტულ ნივთიერებაზე, არა ისა რა ნივთიერება იქნება ეს სურვილი ერთგვარი სურვილი რომ რაღაცა მიიღოს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გავიდეს სიამოვნებასა და ტკივილის მიღმა და გადავიდეს ტკბობის ნაწილში, ყოველთვის მაღალია და ყოველთვის რთულია წინააღმდეგობის გაწევა. იმიტომ კი რომ სუსტია, ცუდია, არა კანონმორჩილია, ან კიდე რაღაც, არა, უბრალოდ შინაგანი პროცესები იმდენად მწვავედ მიმდინარეობს, რომ უჭირს ამასთან ურთიერთობა, უჭირს მასთან მუშაობა. თან როცა მუდმივი ცდუნების ნაწილი გარეთა ფაქტორიდან არის. შემდეგ კითხვა შემდეგნაირი მექნება, რომ ფსიქოთერაპია რამდენად არის დამხმარე ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ნარკოდამოკიდებულები არიან. და ასევე მაინტერესებს, როდის არის, როდესაც ფსიქოთერაპიასთან ერთად საჭირო არის უკვე ფსიქიატრიის ჩარევაც, ანუ მედიკამენტური ჩარევა და ამ კითხვაში ბარემ ჩავაქსოვ შემდეგსაც, რომ ანუ არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ეს დამოკიდებულია თუ არა უშუალოდ მოხმარებულ პროდუქტზე. რა ნარკოტიკს მოიხმარს. აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ არსებობს ეგრეთ წოდებული კლასიფიკაცია მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკების, მაგრამ აი თქვენ რაც ახსენეთ, როდესაც ადამიანი მოხმარებას ტოვებს, შემდგომ უკვე მასში რაღაც პროცესები იზრდება, არასასიამოვნო. მე მქონია შეხება ერთ ადამიანთან, რომელიც მსუბუქ ნარკოტიკს, ხოლო და მარიხუანას რაც ეძახიან, იმას მოიხმარდა ოღონდ ძალიან ხშირად და მისი ან მასთან რომ ილაპარაკი ამ თემაზე, თავის დანებების თემაზე და შემდეგ მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ როდესაც მოვიხმარ, მე ვარ კეთილი ადამიანი და როგორც კი მოხმარებას ტოვებ, ან გარკვეული დღეები გადის, როდესაც აღარ ეწევა, მე ვხდები ბოროტი. აი ესეთი ახსნა ჰქონდა. და შესაბამისად მე ვიტყოდი რომ არა ბოროტი, არამედ აბსტინენციურ მდგომარეობაში ყოფნა და რაც გაღიზიანებას ნიშნავს. კეთილი. პირველ რიგში ვიტყოდი ასე, როდესაც საუბრობ ნარკოდამოკიდებულებთან მუშაობაზე, პირველი არის რა, ჯერ მოხდეს დეტოქსი. ანუ ერთადერთი გზა დეტოქსის, ესე ვთქვათ, არის ნარკოლოგი. ანუ ექიმი ნარკოლოგი, სადაც ხდება აი ამ აბსტინენციური ნაწილის მოხსნა, ანუ ამ ნივთიერების ამ ნივთიერებაზე რომ ვთქვათ, უარი, ჯერ ფიზიოლოგიურადაც უნდა გავიწმინდოთ. რომ შემდგომი პროცესი იყოს ობიექტურად სამუშაო. ამ პერიოდში პირველი რაც ვაკეთებთ, ხო, რომ არის ექიმი ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დეტოქსის პერიოდში ფსიქოთერაპიული პროცესი კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ეხმარება ადამიანს გარკვეულწილად ამ მძიმე გზის, პირველი პერიოდი მძიმე გზის გასვლას, რომ motivācijas ამაღლებას იმ პერიოდში, როდესაც არის დეტოქსის გავითარება, ხო, ძირითადად კლინიკებში არის და დახურულ სისტემაში არის, ამ დახურულ სისტემაში ადაპტაციის რაღაცა ჩამოყალიბება და ემოციური ვენტილაციის საშუალება, ასევე ფსიქოგანათლება. თუ საჭიროება არის ამ პერიოდში ფსიქიატრის კონსულტირება, გააჩნია კვლავ რას მოიხმარს და რა სტრუქტურა არის და როგორ ვითარდება. თუ მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ფსიქიატრის კონსულტირება, ან მწვავე დეპრესიული მდგომარეობა, ფსიქიატრის კონსულტირება აუცილებელია. მაგრამ პირველი არის დეტოქსი, ანუ ექიმი ნარკოლოგი, თავისი დანიშნულებით, ფსიქოთერაპევტი, იდეალურ შემთხვევაში, კარგ შემთხვევაში სოციალური მუშაკი, რომელიც ეხმარება ამ პროცესის გავითარებაში, რომ გამოვა, რომ ზაობა იყოს გარემოსი, რომ ადამიანმა შეძლოს მდგომარეობის გავითარება ან მოძიება, ამავდროულად მოძიება სარეაბილიტაციო ცენტრების, რომელიც საქართველოში ასე თუ ისე არის, გარკვეული რაოდენობის, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ასევე ჩამოყალიბდა, მე არ ვიცი ზუსტად ჩამოყალიბდა, ხო, ასევე ჩამოყალიბდა სახელმწიფოს რაღაცა შეთავაზებები აქვს, თუმცა არსებობს, ნამდვილად ვიცი, არსებობს თვითონ კერძო სარეაბილიტაციო ცენტრები და როცა ეს ყველაფერს გადის, ინდივიდუალური თერაპიული პროცესი არის ძალიან კარგი. ფსიქოლოგიურს ლაპარაკობ. Ლიოს ამასეს 12 ნაბიჯი, რომელიც მუშაობს ვიღაცასთან მუშაობს, მუშაობს საბოლოო ჯამში, ჯგუფები, რომელიც მუშაობს, ანუ ეს ყველაფერი არის რეაბილიტაციის საშუალება. ანუ მე მიმაჩნია, რომ როდესაც ვლაპარაკობთ
რეაბილიტაციაზე, ანუ დამოკიდებულების ცვლილებაზე, გარკვეული მავნე ნივთიერებების აუცილებელია მოხდეს ჩანაცვლება გარკვეული აქტივობების, რომელიც ხელს შეუწყობს ეტაპობრივად განავითაროს ადამიანის შინაგანი ემოციების და სიამოვნების გრძნობის მიღების ალტერნატიული ვარიანტი. ანუ თუ ლაპარაკობთ ვარ წამალდამოკიდებული, მე მირჩევ და ვანაცვლებ მაგალითად ვარჯიში და ხვდები ერთგვარად ვარჯიშზე დამოკიდებული, პირობთ ლაპარაკობ კვირაში 4-ჯერ დავდივარ სავარჯიშოდ რაღაც ეტაპის განმავლობაში, ჩემი პიროვნული ხედვა არის ესეთი, რომ არის ჯობია ვიყო ვარჯიშზე დამოკიდებული რაღაცა პერიოდი, ვიდრე სხვა რაიმე მავნე ნივთიერებებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ აღნიშნო, არის გზა არის ასეთი, ხო? ესე იგი, ნარკოლოგიური კლინიკა იქნება თუ ექიმი ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი, თუ საშუალება და კარგი სოციალური მუშაკი, რომელიც ჩართული სახელმწიფოებრივად ჩართული ამ პროცესში, სარეაბილიტაციო ჯგუფები, რომელიც იდეალურად მუშაობს, თუ სწორი მიმართულებით წავა და კარგად მუშაობს, რა თქმა უნდა, ეხმარება, იმიტომ რომ პროცესში გადაყავს და ერთგვარ სოციალურ სისტემას ქმნის, რაც დაცულობის განცდა არის. აი ეს ეტაპები ინდივიდუალური თერაპია, როგორც ოღონდ აბსტინენციის, ანუ აი ეს ვთქვათ, დეტოქსის შემდგომი პერიოდი. რომელიც რა თქმა უნდა არ არის ორთვიანი ან ერთთვიანი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, იმიტომ რომ ნარკოტიკაბუკიდებულება არ არის ესეთი ჩემი გადასახედის დაავადების ნაწილი არის და რომელსაც აქვს რეციდივი. ანუ შეიძლება ადამიანი მუდმივად იმუშაოს საკუთარ თავზე, მაგრამ რისკი რეციდივის მაღალი. ამიტომ სულ პროცესში უნდა იყოს, სულ საკუთარ თავთან მუშაობაში უნდა იყოს, რომ ეს რისკ პროცესები აიცილოს. ახლა რაც შეეხება მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს. როგორ შევხედავთ ამას, ხო? თუ ლაპარაკობ ფსიქიკური პროცესებიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველა მძიმეა. პირადად ჩემთვის ყველა მძიმეა. ჩემთვის არ არსებობს ესეთი მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. ოღონდ მე ვლაპარაკობ და სუბიექტური თვალსაზრისით, ვლაპარაკობ სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე. თუ ფსიქოთერაპიაზე, ფსიქოლოგიაზე, თუ ადამიანის ფსიქიკურ პროცესებზე ვლაპარაკობთ, ნარკოტიკი, მსუბუქი, ამძიმე, როგორც ასეთი მცდება არ უნდა შემოდიოდეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ერთიც და მეორეც ანგრევს ფსიქიკურ პროცესებს. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მარიხუანაზე პირობითად ავიღოთ, ხო, ეს მსუბუქი არის, არაფერს არ შვება, რეკრეაციული არის, ასე არის. ჩემი გადასახედიდან დღეს მით უმეტეს დღესდღეობით ბევრ მძიმე პროცესებს იწვევს. რომელიც არის მაგალითად წვავეშფოთვითი მდგომარეობა, რომელიც არის პარანოიდული ფიქრები და აზრები, რომელიც არის სრული უფუნქციურობა, ესე ვთქვათ, სრული ინჰიბიცია ამ პროცესის განმავლობაში. ამიტომ მე ოღონდ გულწრფელად მე ვამბობ, რომ ჩემი გადასახედიდან საბოლოო ჯამში შედეგი, რასაც მივყავართ ნარკოტიკულ საშუალებას, გინდათ მსუბუქი, გინდათ ძლიერი, არის ერთგვარი რღვევა ფსიქიკური პროცესების. ეს ადრე მოხდება, უცბად მოხდება, გვიან მოხდება, თუ რა ვიცი, ხანგრძლივ პროცესში იქნება, ამას გადაწყვეტების მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ვიღაცა გვეტყვის, რომ ალკოჰოლიც ხო იგივეს აკეთებს. რა თქმა უნდა, ალკოჰოლიც იგივეს აკეთებს ჭარბი მოხმარებით და ზომიერების რღვევით. იგივეს აკეთებს, შეიძლება ითქვას უფრო სწრაფადაც იხდეს ალკოდამოკიდებულება უფრო სწრაფად ავითარებს ეს ვთქვათ პიროვნული სტრუქტურის რღვევას, შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანის სიჯანსაღეზე, მოდი ასე ვთქვათ, ფსიქიკურ სიჯანსაღეზე, ასეთი რანჟირება არ იქნებოდა უპრიანი. ეს მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. კი, თან ალკოჰოლთან დაკავშირებით ხომ იმას დავამატებდი, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მცირე დოზაც უკვე მაგზიმე შედეგებამდე მიდის საწყის ეტაპზე. ალკოჰოლის შემთხვევაში მცირე დოზის მიღება შეიძლება დამოკიდებულებაში არც გადაიზარდოს. შესაძლოა, სრულიად შესაძლოა. ხო, იმიტომ რომ მით უმეტეს დღეს ისეთი კატასტროფული სიტუაცია არის ნარკოტიკული, ესე ვთქვათ, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში, იმიტომ რომ დღეს რო შევხედოთ, ისეთი საშუალებებია შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში და ისეთი საშუალებები დადის ამ ჩვენს ქვეყანაში, რომ ძალიან სავალალო მძიმე შედეგებს ტოვებს.
როგორც ფეტალურს, ესე ვთქვათ, გარდაცვალების ტოლფასად, ისე ფსიქიკური სტრუქტურის რღვევის. იმდენად რომ ფიქრობ, რომ ძიმე პროცესები მიმდინარეობს. კი ბატონო. კარგი, შემდეგი კითხვა ასეთი მექნება, რას ურჩევდით ზოგადად ნარკოდამოკიდებულის ოჯახის წევრებს? და აქ ორი ტიპის ოჯახის წევრი უნდა გამოყო. ერთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არის მომხმარებელი, მაგრამ მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ მომხმარებას თავი დაანებოს და გარკვეულ იქნება ეს ფსიქოთერაპიული თუ ნარკოლოგიურ პროცესშია ჩართული და მეორე შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი არის, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტი, უпростоრედ არც სურს, რომ ამას თავი დაანებოს. ჩვენ ზოგადად დამოკიდებულებას საუბრობთ გარკვეულ და მათ ოჯახებს საუბრობთ. ეს პროცესი მოდის ჯერ კიდევ საფუძველი და რისკი ამ პროცესის შეიძლება ეთქვას, ჯერ კიდევ არის ბავშვობიდან. ესე შეიძლება ითქვას, რაღაცა გარკვეული გარებოებებიდან. კიდევ გამომდინარე, თუ დღეს გვაქვს შედეგი ის, რომ ჩვენი ოჯახის წევრი მომხმარებელია და უკვე ცდილობს რომ დაანებოს თავი. აქ შეგონებები, რაღაცა ერთგვარი სასჯელის გამოტანა, ერთგვარი შეურაცხყოფების მიყენება, მორალური პედესტალიდან ყურება, რაღაცა დანაშაულის გზნობის გაჩენა, ეს არ მუშაობს. ეს პირიქით უფრო ამწვავებს მდგომარეობას. უფრო მეტიც საინტერესო ის ფაქტია, რომ ადამიანი ანებებს მომხმარებას თავს. ოჯახის წევრები იმდენად ზემზრუნველები ხდებიან, მაკონტროლებელი ტიპები, იმიტომ რომ რეალური შფოთვა არსებობს, რომ ეხლა კი კარგად არის, მაგრამ ვაიდა რაღაცა გამოგვიპროს, იმიტომ რომ საკუთარი უსუსურობის განცდა აიძულებს ამ პროცესს. ამიტომ აქ პირიქით ხანდახან იმდენად ჩართული არიან ამ პრობლემაში, რომ ადამიანს უბიძგებენ მომხმარებაში. ამიტომ პირველი რაც შეიძლება ითქვას, ეს არის, რომ ხელშეწყობა გულისხმობს იმას, რომ ის არ უნდა განიხილებოდეს დამოკიდებულება როგორც ინვალიდიზაცია. ანუ მისი ოჯახის წევრი, რომელიც დამოკიდებულია, რომელიც გადააგდო, მოჯერ ამაზე ვლაპარაკობ, რომელსაც უარი თქვა მომხმარებას და გადაწყვეტა სიფხიზლეში გადასვლას, მისი ის ვთქვათ ინვალიდიზაცია არ უნდა მოხდეს, რომ აი ეს და მუდმივი კონტროლი არ უნდა მოხდეს. და მუდმივი, ესე ვთქვათ, საუბარი შენ ხო მაშინ ასე ქენი, ანუ ძველ წარსულზე აპელირება არ უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ მაგალითად თერაპიული პროცესის სიახლოვეზე, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ ჯგუფთან ურთიერთობაზე და აუცილებელია დაუტოვონ პირადი სივრცე. და უფრო მეც ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოჯახის წევრებიც კი მუშაობდნენ კონსულტაციაში. ანუ ოჯახის წევრებიც კი იყვნენ ჩართული თერაპიულ კონსულტაციაში. იმიტომ რომ ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი, ისინი ხდებიან ერთგვარად თანადამოკიდებულები და რა არის საინტერესო, თორსა გამოჯამრთელება ხდება, ასე დავარქვათ პირობითად, რომ გამოჯამრთელება ხდება პაციენტის ოჯახის წევრები კარგავენ ფუნქციას. ყველას არ ეხება. და როგორც კი ოჯახის წევრები კარგავენ ფუნქციას, არაცნობიერ მდგომარეობაში იწყებენ ისეთი აქტივობების განხორციელებას, რაც პირდაპირ პროპორციულად უბიძგებს ნარკოდამოკიდებულებას მომხმარებაში გადასვლას, რომ ოჯახის წევრმა დაიბრუნოს საკუთარი ფუნქცია. ეს ხდება ხოლმე. ყველაზე არ ვლაპარაკობ. ეს ერთი მხარე, როდესაც ადამიანი გადაწყვეტავს და მნიშვნელოვანია რომ მე კი არ გადავაწყვეტინო, ანუ მე კი არ ვაიძულო პროცესის განვითარება, არამედ თვითონ გადაწყვეტოს, იმიტომ რომ მე თუ გადავაწყვეტინე დაახლოებით ავიცი 2-3 თვე და მე ისევ დავბრუნდები, იმიტომ რომ ყველაზე ბრაზი მექნება. როგორც მომხმარებელი, რომელიც მაიძულეს რაღაცის გაკეთება. აქედან იძულებით პროცესში არაფერი არ კეთდება. ჯერ უნდა თვითონ ჩამოყალიბდეს ადამიანი, რომ მიხვდეს, რომ მას სჭირდება ამის გაკეთება. ეს ერთი, მაგრამ ის ადამიანი, ვინც მოიხმარს ამ ეტაპზე და არ სურს, ესე ვთქვათ, გადაგდება, მოდი ვთქვათ, ხო, უარი თქვას მომხმარებაზე. ორხოში არ არის ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული ამ პროცესში. მის მიმართ ესეთი განსჯითი პროცესი არ უნდა იყოს ოჯახის წევრებიდან ყოველ შემთხვევაში. და მუდმივად იყოს უნდა მცდელობა შეთავაზების. იძულებით ვერ ვიზამთ. ჩხუბით, ყვირილით, ჩაკეტვით, რა ვიცი, ცემით, 1000 რაღაცით ეს შედეგს არ მოიტანს. ეს უფრო მძიმე შედეგს მოიტანს, ვიდრე პოზიტიურ შედეგს.
მაგრამ მუდმივად უნდა ხდებოდეს ერთგვარი სარჩულის, ერთგვარი გარემოების შექმნას, რომ ადამიანი ნელ-ნელა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შედეგი მიიღოს. შეთავაზებით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებაში ვიც კი იძულებით მკურნალობაში იყო, ყოველთვის მცდელობა იყო გაქცევა მკურნალობიდან. და ძალიან იშვიათად ბოლომდე მიყვანა მკურნალობის. თუმცა მკურნალობის პერიოდში თუ მოხდება გაცნობიერება თუ რას ვაკეთებ მე და ოჯახის წევრების თანადგომა იმ მხრივ რომ ასე ვთქვათ თანადგომა არა ის რომ იძულებ ანუ მუდმივად ასე ვთქვათ ჭკუავარი გოტარებთ რომ გვერდში ვართ რომ ემოციურად ხარს უჭერთ რომ კი გასაგებია რომ ეს პრობლემა აქვს მაგრამ იმღებლური ვართ ამ პროცესში ხო ეგ ბერად უფრო მუშაობს თუმცა რა თქმა უნდა არის გარემოებები სადაც ვერაფერს ვერ ვისაუბრთ არის ესეთი გარემოებები და უფრო მეც ვერც მოვთხოვთ ოჯახს რომ რამე ქნას ან რამე უთხრათ აქედან რომ ჩვენ იცით რა თქვენ უნდა მოთმინებით შეხედოთ ამ ყველაფერს არა ეს ძალიან რთულია როცა ხედავ შენს წინ ადამიანს რომელიც საც კარგავ როგორც ფიზიკურად ისე ფსიქიკურად და ეს შენში იწვევს ძალიან ბევრ გრძნობებს აგრესიიდან დაწყებული ამბივალენტური გრძნობებს რომ საუბრობთ ხო ორმაგ გრძნობებს კარგს და ცუდს ერთად აგრესიიდან დაწყებული სიყვარულიდან უძლურობიდან დაწყებული სხვა ემოციური კომანდა ეს ანგრევს ადამიანს და მას ვერ ვეტყვით ვერაფერს ვიცი რა ასე მოიქეცი ან ისე მოიქეცი ერთადერთი გზა არის რა რომ მუდმივად საუბარი შეთავაზება და საბოლოო ჯამში მან უნდა გადაწყვეტოს ეს ასეა სხვანაირად არ გამოვა კი ბატონო კარგი მაშინ დასკვნისკენ რომ გავიდეთ ასეთი კითხვა მექნება რა უნდა შეიცვალოს ან სახელმწიფოებრივი მხრივ ან სოციუმის მხრივ რომ რამენაირად ეს პრობლემა რომელიც დღეს ჩემი გადასახედიდან და ალბათ თქვენი გადასახედიდან ძალიან მძაფრია საქართველოში რომ რამენაირად შემცირდეს მაინც მართალია გაქრობით ალბათ ვერც ერთ ქვეყანაში და ვერასდროს ვერ გაქრება მაგრამ შემცირდეს მაინც მე ვფიქრობ ჩემი გადასახედიდან მხოლოდ სადამსჯელო აქტი არ მუშაობს რეალურად არ მუშაობს შეიძლება იმუშაოს ძალიან ცოტა ხანს, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი არ იცვლება. ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ერთგვარი საპრევენციო აქტივობები. საპრევენციო აქტივობები რას ნიშნავს? იმას, რომ სკოლებში, სოციალურ სტრესში, საზოგადოებაში შეხვედრები, საუბრები ოღონდ ეს უნდა იყოს სწორად. ხანდახან ნეგატიური საუბრებიც კი ეს პოპულარიზაციას უწყობენ ხელს სურვილის გაღვივებას, ხო? აი ეს ცუდია და არ ვარ გას არა. ეს კიდევ უფრო მეტად ამწოვებს, შესაძლოა გაამწოვოს, მაგრამ სწორი პრევენციები არის აუცილებელი. აუცილებელი არის რეაბილიტაციო ცენტრები. რაც მეტი მით უკეთესი, რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება, მით უფრო უკეთესი. აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის მართვა ამ პროცესის. ანუ გულისხმობ იმას სადამსჯელო ნაწილიც უნდა იყოს გულისხმობ კანონმდებლობაში არსებული წესრიგი რომელიც კანონის მხრივ უნდა არსებობდეს ჩარჩო ეს რა თქმა უნდა თავისთავად უნდა იყოს ოჯახებში მუშაობა და პირველ რიგში ეს ერთგვარი სტიგმატიზაცია უნდა მოიხსნას ანუ მომხმარებელია ცუდია არის უფრო ხელშემწყობი ამ განვითარებაში ვიდრე ის რომ ხმარებელია და დახმარება სჭირდება იმიტომ რომ მე ძალიან ბევრთან შევხვდით, რომ ბევრს ვიცნობ და ვთვლი რომ მე გულისხმობ პაციენტებს, ვთვლი რომ ის ადამიანური დამოკიდებულება, რომ შენ იმ ადამიანს აღიქვა როგორც პიროვნებას, რომელსაც აქვს გარკვეული პრობლემა, ფსიქიკური თუ ფიზიკური. შენ მას ხედავ არა მომხმარებლის პრიზმაში, ანუ სიბინძურის პრიზმაში, ცუდის პრიზმაში, დამნაშავის პრიზმაში, რაღაცა გარკვეული შენი სტერეოტიპების პრიზმაში, არამედ შენ მას უნდა ხედავ როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს პრობლემა. თუ ასე მიუდგებით, რაც ძალიან რთულია, მაგრამ თუ ამ პრიზმით მიუდგებით, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს პრობლემა და რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ ეს ცვლილება შემოიტანოს მის ცხოვრებაში, თუნდაც 10 წლით, თუნდაც 5 წლით, თუნდაც 20 წლით, ეს კარგია. იმიტომ რომ შენ იმ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ უთხრა, რომ შენ არ ხარ გარიყული, მოკლედ.
ანუ მე ჩვენ ხელები არ დაგვიბანია შენს. თუ ჩვენ ამას ვამბობთ, ესე იგი ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მეორე ადამიანს, ახსე ცუდი ვარ. ესე იგი მაშინ მე ბოლომდე ბარემ ჩავყოლე. ხო, ბალემ ბოლომდე ცუდი ვიქნები. თუ ჩემგან მოლოდინია ეს რომ არაფერი მეშველება, ბარემ არაფერი მეშველობს. ესე იგი თან როგორ არის ხო თან ეს სეგმენტი, ესე ვთქვათ, ეს პროცესი აღიქვამს საკუთარ თავს გარედან. და უფრო მეტიც საინტერესო ისე ის რომ ხშირ შემთხვევაში მუხმარება არის გაქცევა რეალობისგან. იმ რეალობისგან, რომელიც ტკივნეულია, რომელთანაც ურთიერთობა არ მინდა და რომელთანაც შეიძლება ითქვას არამაგამკლავების მექანიზმები. რაღაცა არის გამწყდარი რეალურსა და ფანტაზს შორის. ან ჩემს ფანტაზმში ვიკარგები, რომ მე და ერთგვარად ნარკოდამოკიდებულება ყველასთან თუ არა, ხშირ შემთხვევაში ერთგვარი ლტოლვარი დესტრუქციის, თვითგრევის, ერთგვარი ნარცისული ლტოლვარი საკუთარი თავის ნგრევის. სამწუხაროდ. და ეს არის მუდმივი როგორი მდგომარეობა, იცით, არის თითქოს და სიამოვნება და არის ტკივილი. სინამდვილეში საბოლოო ჯამში მომხმარებელი მოიხმარს იმიტომ რომ ეს ტკივილი გააქროს. პირველი ორი მოხმარება თუ სამი ეს სიამოვნების რაღაცა ილუზია და შემდგომი პროცესი არის მუდმივი სურვილი რომ ტკივილისგან გათავისუფლდეს. რომელიც არ ხდება. და რომელიც არის რომელიც აი ამ ჯაჭვში აკეთებს, კრიზისულ პერიოდში აკეთებს. და ხშირ შემთხვევაში არის იდენტობის კრიზისი. საკმაოდ მწვავე იდენტობის კრიზისი, ვინ ვარ მე? ეს კითხვა ყოველთვის, ვინ ვარ მე მოხმარებაში, ვინ ვარ მე სიფხიზლეში. იმიტომ რომ ეს პრობლემაა. თან თუ გარემოება მაძლევს ამის საშუალებას, რომ მით უმეტეს არ მაძლევს იმის აღქმას, ვინ ვარ მე, ეს გარემოება არ არის მარტო ქუჩა, ოჯახი, არის საზოგადოება, სოციუმი, სკოლა, სახელმწიფო, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვიდენტიფიცირდე რაღაცასთან. ეს პრობლემა. სპორტი რამდენად დამხმარია ბავშვობიდან? ყველაფერი რაც, სპორტი არა მარტო დამხმარეა, ხელშემწყობია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა სპორტსმენი ვარ, არ ვიქნები მომხმარებელი. სპორტი სიყვარული, მოდი კიდე შეიძლება თქვას. როცა მე შემიძლია მოგისმინო, მიგიღო, გასწავლო, ვისწავლო შენგან, რომ შემიძლია მე გავაკეთო გარკვეული ჩარჩო, რომ გითხრა რომ აი ეს ასეა წესრიგი, რომელიც მნიშვნელოვანია და არა ესეთი ავტორიტარული მოთხოვნა. წესრიგი, რასაც მე ჩარჩოს ვქნი, რომ ვამბობ, რომ ეს კარგია, ცუდია, ეს ხო მასწავლის მე სამყაროსგან, რომ ყველაფერი არ მომეცემა, მასწავლის მე სამყაროსგან, რომ მე რაღაცებში სულ სასიამოვნო ვერ იქნება, სულ კარგად ვერ ვიქნები, აქ ხო დევნაა სულ კარგად ყოფნის. სულ ენერგიაზე ყოფნის, სულ კარგად ყოფნის და ეგ სინამდვილეში არის ილუზია, ერთგვარი ილუზია, რომ მე რაღაცას მივიღებ, რომელიც არ არსებობს. და აი ამაში ვიკარგები ზუსტად. ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ თუ ჩამოვთვლით, ესე იგი რა უნდა იყოს, ხო, პირობითად რომ გავიმეოროთ, ხო? ეს არის ის, რომ პირველი რომ უნდა მოხდეს პრევენცია და პრევენცია საგანმანათლებლო ნაწილითაა აუცილებელი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს იქნება სპორტული აქტივობები თუ სხვა პროცესები, რომელსაც ჩართული იქნება ყველა ამ მდგომარეობაში. სარეაბილიტაციო ცენტრები, რაც უფრო მეტი მით უკეთესი, ოღონდ გულისხმობს სარეაბილიტაციო ცენტრს და ეგ მნიშვნელოვანი არის, აუცილებელი არის. რა თქმა უნდა, სწორად განსაზღვრული უნდა იყოს ეს ნარკოლოგიური კლინიკები, როცა თუ ლაპარაკობთ არა მარტო პრევენციაზე, ლაპარაკობთ ჩვენ ხალხი ყავს, ვინც ავად არის. და იმ ხალხსაც სჭირდება დახმარება, ხო? მარტო ჩვენ ხო არ ვიტყვით იმას, რომ ვინცაც არ მოუხმარია, მოდი იმას დავეხმაროთ. არა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ვისაც უჭირს დღეს, იმას უნდა დავეხმაროთ. იმათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. სოციოეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეც განსაზღვრავს ამ პროცესს. ერთგვარად გადახედვა სიტუაციის, რა ხდება, სწორი შეფასება. რა მიგვიყვანა, ესე ვთქვათ, ამ სიბძიმემდე, იმიტომ რომ გულწრფელად რომ ვთქვათ,
დღეს ძალიან ბევრი მომხმარებელია. ასაკობრივათაც შეზღუდვა აღარ არის. არც ასაკობრივად და არც სქესით შეზღუდვა არ არის. და ისეთი პრეპარატების მომხმარებელია, რომელიც სრულიად გამონადგურებელი არის. და ძალიან ბევრი ნარკოლოგი საუბრობს ამასთან დღესდღეობით ტელევიზიაში და თქვენც გეყოლებათ. იმიტომ რომ აქ სრული ხშირ შემთხვევაში სრული ფსიქიკური რღვევა ხდება. და ახალგაზრდები არ ვლაპარაკობ ასაკობრივად ძველ თაობას, მე ვლაპარაკობ სრულად ახალგაზრდებს. იმიტომ რომ მე ხალხი მინახავს ეს გადაუგდია და 15-20 წელი არ მოუხმარი. და ეს პატარა პერიოდი არ არის და ეს მაძლევს საშუალებას თქვა რომ თუ ადამიანი იწყებს საკუთარ თავთან მუშაობას, ცვლილება ყოველთვის შემოაქვს. რთულია, ძნელია, უდავოდ ძნელია და ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს მარტივია და უბრალოდ არა აქვს ნებისყოფა, ეს ტყუილია. სინამდვილეში ეს არის დიდი პრობლემა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური. და ხანდახან როცა ამბობთ რომ რომ ანებებს თავს და რომ ჯდება სახში, რა გავაკეთო რომ მოდის, იქ პროცესი ძალიან მძიმეა. იმიტომ რომ თუ იმ პერიოდში არ შეიქმნა რუტინა, ტვინი იმდენად აქტიურად მუშაობს ამ სრულის პროცესებში, რომ ადამიანი იკარგება და ცუდად ხდება. და ამიტომაც მე ბრუნდება უკან. მადლობა გიორგი პირველ რიგში სტუმრობისთვის, მადლობა მაყურებელს, ვინც ბოლომდე გვიყურა და დაელოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვეყოლება სხვა სპეციალობის წარმომადგენლებით სტუმრად.